დაფიქრდით კონკრეტულად თქვენთვის როგორია მეგობარი თანამშრომლისთვის უკავშირის მიცემა, დელეგირება, შედეგის მოთხოვნა და თუნდაც სამსახურიდან გაშვება. შეეცადეთ, რომ ეს ორი ურთიერთობა დამოუკიდებლად აწარმოოთ. სამსახურში ვიყოთ თანამშრომლები, სამსახურს გარეთ ვიყოთ მეგობრები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვა თანამშრომლებზე, განსაკუთრებით ავტორიტეტულ ადამიანებთან თქვენ გუნდში გახსნილი კომუნიკაცია გქონდეთ ამ თემაზე და კითხოთ და თუნდაც გაუზიაროთ და აზრი კითხოთ მეგობრული ამბის შესახებ. როგორც მენეჯერი, როგორც არ უნდა წარმართოთ საქმე, კურილკაში ესე იგი smoking room-ში მაინც აკენწულას ვერ აცდებით, მაინც გაგკიცხავენ. ესე იგი მეგობრები ყავთ, არ ყავთ, აკყავთ სამსახურში, არ აკყავთ, კურილკაში მაინც აკენწლა. მაგასთან დაკავშირებით არ ინერვიულოთ, თქვენ იყავით მართალი თქვენ თავთან და თქვენ იყავით მართალი საპატივცემულო თანამშრომლებთან, ხო? დარწმუნდით, რომ თქვენი დაქვემდებარებული მეგობრები არ ცდილობენ ამ ურთიერთობის ძალმხრივად გამოყენებას.